ნინოწმინდა ახალქალაქის გზაზე სიტუაცია სტაბილურია. ეს განცხადება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ვაჟა ფანჩულიძის თქმით, ამ დროისათვის მხოლოდ 30 ავტომობილია თოვლში ჩარჩენილი, რომლებშიც მგზავრები არ იმყოფებიან. მისივე მტკიცებით დაახლოებით 60 ადამიანმა თავი ნინოწმინდის გამშვებ პუნქტში აფარა. ნაწილი კი საზღვრისპირა სოფლებში ადგილობრივების ოჯახებში გადანაწილდა. ვაჟა ფანჩულიძის თქმით, მათი მდგომარეობა ნორმალურია, საკვებით უზრუნველყოფილები არიან და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მუნიციპალიტეტში გაზისა და დენის მიწოდებაც აღდგენილია. სამაშველო ჯგუფები სამუშაოებს აგრძელებენ. საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა კი გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ადგილზე მობილიზებულია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარის სამმართველოს, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე მოძრაობაც აღდგება. სომხეთის საზღვრიდან შემოსულია 26 ავტომანქანა, დაახლოებით გზავრები შეგნით იმყოფებიან 60 ადამიანამდე, რომლებიც მშვიდობიან გარემოში არიან, უსაფრთხოდ ნორმალურ პირობებში იმყოფებიან, ხოლო რაც შეეხება მთლიანად გზაზე არსებულ მანქანებს, იქ არის კიდევ დარჩენილი დაახლოებით 20-30 მანქანამდე, თუმცა გზავრები ამ მანქანებში არ იმყოფებიან და ისინი მიმდებარე სოფლებში არიან დაბინებული უსაფრთხოდ და მშვიდ გარემოში. ეხლა ესე ხარბუქი როგორც კი ჩადგება, დღეს აუცილებლად გამოვატარებთ იმ მანქანებს, რომლებიც შეფერხებული არიან საბაჟოს ტერიტორიაზე. მაგრამ პროგნოზით ხვალაც ცუდი ამინდია, ხარბუქია და მე ვთქო მოსახლეობას ოფიციალურად დაკეტილი გვაქვს და თავი შეიკავონ გადაადგილებით. ზოგი თვითნებურად არ გვიჯერებს, არ უჯერებს საინფორმაციო საშუალებას, გადაადგილდებიან და პირდაპირ მნიშვნელობით თავიანთ სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს.